უნდა განვიხილოთ მაგალითად f(x) იტოლია x-ის მოდულის გრაფიკი. ამ ფუნქციის გრაფიკი ასე გამოიყურება. და მისი სიმეტრიის ღერძი არის თავად y ღერძი. ანუ x იტოლია 0-ი. თუ ჩვენ ამას გადმოვიტანთ აქეთ, მაგალითად 4-ში. მისი სიმეტრიის ღერძი იქნება x იტოლია 4 წლი. მაგრამ ფუნქცია ჩაიწერება ასე. თუ ჩვენ ამას და სიმეტრიის ღერძი რა იქნება? x იტოლია 4 წლი. ეხლა რა არის სიმეტრიის ღერძი? -5. ანუ აქეთ უნდა გადავიდეს. ამის განტოლება რა იქნება? f(x) იტოლია x + 5-ის მოდული. +3 ნიშნავს, რომ უბრალოდ ზემოთ აწეულია 3 ერთად. ასეთი გრაფიკი. ანუ ამ ფუნქციას როგორ ჩავწერთ? f(x) იტოლია x + 5-ის მოდულს +3. f(x)-ში რა იქნება? x + 5-ის მოდულს +3. 11-ს +3 4. მოცემული ეს პარალელოგრამი. BC გვერდზე მონიშნული ეს პეწერტილი, ისე რომ BP 3 PC-ს ტოლია. ანუ ეს x-ია. ეს x. რადგან პარალელოგრამია, ეს იქნება 4x. PC და AD ერთმანეთის პარალელურობია. მაშინ გამოდის, რომ კადან დაშვებული მართობი ეს რო გავაგრძელოთ, ესეც გავაგრძელოთ. კადან დაშვებული მართობი ანუ km ეს თუ არის h-ში, ეს იქნება 4-ჯერ h-ში. რატომ PC და AD ერთმანეთის პარალელურებია, PKC სამკუთხედი და AKD სამკუთხედი იქნება მსგავსი სამკუთხედები. მსგავსების კოეფიციენტი იქნება 1/4. მაშინ ანალოგიურად სიმაღლეების შეფარდებაც იქნება 1/4-ის ტოლი. mn სიმაღლე გამოდის 3h. ამოცანის კითხვაში მდგომარეობს, რას უდრის პარალელოგრამის და AKD სამკუთხედის ფართობების შეფარდება. ესი ABCD-ს შეფარდება გვაინტერესებს ესი AKD-სთან. რა იქნება? ABCD-ს ამ პარალელოგრამის ფართობისა ეს გვერდის ნამრავლი მასზე დაშვებულ სიმაღლეზე. AKD სამკუთხედის ფართობი ეს არის 1/2 გვერდი, AD გვერდი, 4x-ი გამოვლებული kn სიმაღლეზე, ანუ 4-ჯერ h-ს. ანუ 12x-ში შეფარდებული 8x-ში. 4-ზე შეიკოცება და რჩება 3/4. ანუ ეს იქნება 3/4. და ბოლოს ნომერი 27. რაც შეეხება დანარჩენ ამოცანებს, დანარჩენი ამოცანების განხილვები
ისედაც წერია ხოლმე ან დევს ეროვნული გამოცდების ცენტრის საიტზეც დევს მაგათი ამოხსნები. თუ რამე პრობლემა იყო და ვერ გაერკვიეთ, ამ დღეებში ჩავწერ მაგის ამოხსნასაც და დავდე უფრო დაწული. ცილინდრის გვერდის დაპირის ფართობი, ცილინდრის გვერდის დაპირის ფართობი ის ტოლია. ცილინდრის ეს გვერდითი არის 2πr. ის არისო სრული ზედაპირის ფართობის, ანუ ეს გვერდიც დამატებული 2-ჯერ ეს ფუძე ნახევარი. უნდა ვიპოვოთ ფუძის რადიუსის შეფარდებას სიმაღლესთან. ანუ რა დავუდგეს 2-ჯერ ეს გვერდითი ტოლია ეს გვერდიც დამატებული 2-ჯერ ეს ფუძე. ეს გადავამარცხნევ მხარეს გამოაკვდება, ანუ ეს გვერდითი ტოლია 2-ჯერ ფუძის ფართობის. ანუ 2-ჯერ π-ჯერ r-ჯერ h-ში ტოლია 2-ჯერ πr კვადრატის. ცილინდრის ფუძე რადიუსი. ეს მწვე არის. πr კვადრატია მისი ფართო. ორივე მხარე 2-ზე π-ზე და r-ზე დაიყოფა და დაგვრჩება, რომ h-ში ტოლია r-ის. მაშინ r-ის შეფარდება ტოლები ყოფს და შეფარდება იქნება 1-ის ტოლი. ანუ ამ პასუხი იქნება g. ამით დავამთავრებ და როგორც მოგახსენეთ, თუ რამე კითხვები გვექნება ამასთან დაკავშირებით, ან ნებისმიერ ჩემს ჩანაწერთან დაკავშირებით შესაბამის კომენტარში მიუთითეთ კითხვა და გიპასუხებთ, ან შესაბამის Facebook ჯგუფში გაწევრიანეთ და იქ დასვით კითხვები და გიპასუხებთ. ბოლო 4 ამოცანას რაც შეეხება ამ დღეებში ჩავწერ და მაგასაც დავდებ თუ ბევრი კითხვა გაჩნდა მათ ამოხსნასთან დაკავშირებით.